მარი შეიწყალა მათგან 88 სასჯელ აღსრულების დაწესებულება დატოვა. დანარჩენებს კი პატიმრობის ვადა შეუმცირდათ. შეწყალებულთა შორის 2 სასჯელს გაზრახ მკვლელობის მუხლით იხდის. საინტერესოა, რომ შეწყალებაზე დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. როგორც ჩანს, პრეზიდენტის სახელს რაც უკავშირდება მათთვის ტაბუდადებული თემა ხდება. პრეზიდენტის განკარგულებით საპატიმრო დღეს 88 მსჯავრდებულმა დატოვა. შეწყალებით ყველაზე მეტი პატიმარი ქსნის მე-15, რუსთავის მე-17 და გლდანის მერვე დაწესებულებიდან გათავისუფლდა. მათ შორის 1 ქალია, 4 კი არასრულწლოვანი. და 3 თვე ვიჯექი, 9 თვე დარჩენილი. და ველოდებოდი თქვა. ველოდებოდი. დაწერილი მქონდა და ველოდებოდი. პრეზიდენტმა სულ 115 პატიმარი შეიწყალა, თუმცა მათგან 27 კვლავ პატიმრობაში რჩება. ნაწილს სასჯელი გაუნახევრდა, ნაწილს 1/3-ით შეუმცირდა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სრულად გათავისუფლებულებს შორის არიან პირები, რომლებიც სასჯელს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, ქურდობისთვის ცივი იარაღის უკანონო ტარების მუხლითა და სამსახურებრივი სიყალბით იხდიდნენ. სასჯელი შეუმცირდა განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ 2 პირსაც. არის ის მსჯავრდებულებიც, რომლებიც არიან რომელთაც მსჯავრი დაედოთ სწორედ განზრახ მკვლელობისთვის. მაგრამ ისინი მათ სასჯელი შეუმცირდა. ეს საკმაოდ მტკივნეული თემა იყო, მაგრამ ჩვენ კომისიამ შევთავაზეთ პრეზიდენტს რეკომენდაციები. პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვეს საპარლამენტო უმრავლესობაში. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის. უმცირესობის წევრებმა კი შეწყალება ჰუმანურ აქტად მოიხსენიეს. თუმცა განაცხადეს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, მსჯავრდებულების მასობრივი შეწყალებით საზოგადოების გაჯანსაღება შეუძლებელია. დღევანდელ რეალობაში, როდესაც გამძაფრებულია საზოგადოებაში აღქმა იმისა, რომ კრიმინალმა იმატა, ნარკოტიკებით ვაჭრობა იმატა, ესეთი განთავისუფლებები ნამდვილად არ უწყობს ხელს საზოგადოების გაჯანსაღებას. კომისიამ ახალი დებულებით სულ 699 მსჯავრდებული საქმე შეისწავლა, თუმცა მათგან შეწყალება მხოლოდ 115 პატიმარს შეეხო. შეწყალების კომისიის რეკომენდაციით პრეზიდენტმა ბოლოს 280 მსჯავრდებული ზაფხულში შეიწყალა. მათგან 179 საპატიმროები 31 ივლისს